25 ოქტომბერი 18 საათი ვიწყებ TV პირველი შაბათის საღამოს ეთერს რამდენიმე წუთში. ნოდარ მელაძე და შაბათის გამომძიებელი ჟურნალისტები უსერიოზულესი მასალებით პირდაპირ ეთერში მასალები, რომლის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა მოისმინოთ. გრიგოლ ლილუაშვილის საქმეს კი გრიფი საიდუმლო დაედო, რატომ, სად არის ახლა სუსის ყოფილი უფროსი. ვნახეთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის სრული რეპუტაციული განადგურება, თუმცა სად არის გრიგოლ ლილუაშვილი, რატომ დაედო საქმეს გრიფის საიდუმლო, ეს ჩვენ არ ვიცით. მე სწორედ ამ კითხვით გადავალ ახლა ნოდარ მელაძესთან. ნოდარ, როგორ ფიქრობთ, რატომ სასამართლო პროცესები დაიხურა მედიისთვის? რა ხდება ლილუაშვილის თავს? გრიგოლ ლილუაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი ანდრია ლილუაშვილის სასამართლო პროცესები მედიისთვის დაიხურა. დღეს ჟურნალისტები სასამართლო დარბაზიდან გამოუშვეს. პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორი მედიას გაეპარა, ხოლო საქმეს გრიფის საიდუმლო დაედო. ჩნდება კითხვა, რა წერია საქმის მასალებში ისეთი, რისი გახმაურებაც ქართულ ოცნებას არ აწყობს. შაბათის ეთერის მოპოვებული ინფორმაციით გრიფის საიდუმლო დაედო, ასევე თავდაცვის ექს-მინისტრის ბურჭულაძის საქმესაც არ ვიცით, მაგრამ მაღალი ალბათობით სავარაუდოდ დაგრიფეს და გაასაიდუმლოეს ირაკლი ღარიბაშვილის საქმეც. ვისი გვარებია ამ საქმეში და რეალურად რაზე მიდის შიდა დაპირისპირება ქართულ ოცნებაში? იმაზე, რასაც საჯაროდ გვეუბნებიან, რომ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, თუ დიდ შავ ფულზე, რომელზეც ნადირობაა გამოცხადებული და რომლისგანაც წილი ბიძინა ივანიშვილმა ვერ მიიღო. ლილუაშვილის თემა რატომ არის გასაიდუმლოებული? ნოდარ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნახეთ რაც დაემართა ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა 9-დან 12 წლამდე პატიმრობის ნაცვლად ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახლში გაუშვეს, მაშინ როდესაც სრულიად უდანაშაულო ადამიანებს პირბადი სტარებისთვის, ქუჩაში დგომისთვის იჭერენ და დღეს კიდევ დაემატა დაჭერილ ადამიანებს სხვებიც დაემატნენ, ვინც საპატიმროში წავა ამ ვითომ კანონდარღვევისთვის. ამ დროს ჩვენ ვნახეთ, რომ სახლში გაუშვეს ღარიბაშვილი. ეგეთ გაშვება შეიძლება ციხეში ჩაჯდომა ჯობდეს კიდეც, რაც დაემართა ირაკლი ღარიბაშვილს, გულისხმობ მის რეპუტაციულად სრულიად განადგურებას, თუმცა საქმე აქ მთავრდება თუ არა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა ასევე, ხომ და მეთანხმები, იმიტომ რომ მაშინ როდესაც თქვენ აკეთებდით გამოძიებებს, ატარებდით გამოძიებებს, ამზადებდით რეპორტაჟებს, შაბათის საგამოძიებო ჯგუფი და სხვა შორის ალბათ შემთხვევითი არ იყო ღარიბაშვილმა რომ გადახედა იქვე მჯდარ მაკაჩიხლაძეს, ნატალია ქაჯაიას და ნანუკას და რომ კითხა ვითომ ხუმრობით, ვითომ ირონიით ადგილები ხომ არ გავცვალოთო, რომ მას ძალიან მძიმე აქვს, ხადია გადატანილი, მძიმე წარსული აქვს თქვენს გამოძიებებთან დაკავშირებით, მაგრამ მაშინ ნოდა, როდესაც თქვენ ამ ყველაფერს აშუქებდით, გამოდიოდა მაგალითად რაჟდენ კუპრაშვილი, ამბობდა რომ დეკლარაციები იყო წესრიგში. ამ დროს მთავარი პროკურორი გვეუბნება რომ დეკლარაციებს აყალბებდა ღარიბაშვილი. გამოდიოდა ფაქტები და საჯაროდ თქმული ამბები ერთმანეთს ცდება. თუ პროცესები ნამდვილად ისე მიდის და ყველაფერი ისეა, რასაც საქართველოს პროკურორი გვარაკიძე გვეუბნება, მაშინ რაჟდენ კუპრაშვილი დასაჭერია. 2025 წლის ზაფხულში, როდესაც ჟურნალისტებმა რაჟდენ კუპრაშვილს კითხეს, გაიარა თუ არა შემოწმება ირაკლი ღარიბაშვილის, ვახტანგ გომელაურის და გრიგოლ ლილუაშვილის დეკლარაციებმა, ანტიკორუფციული ბიუროს შეფმა დადასტურებით და ხაზგასმით თქვა, დეკლარაციებმა შემოწმება გაიარა, იქ კანონდარღვევები აღმოჩენილი არ არის. იგივე დეკლარაციებზე ახლა უკვე საქართველოს პროკურატურა გვეუბნება, რომ ეს დეკლარაციები ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში იყო გაყალბებული და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მცდარ მონაცემებს უთითებდა დეკლარაციებში, რითაც არალეგალურ შემოსავლებს კანონიერ გზას აძლევდა. ახლა ჩნდება კითხვა, რაჟდენ კუპრაშვილი, რომელიც მჭიდრო კავშირში იყო ირაკლი ღარიბაშვილთან და მასთან მეგობრობდა, დამალა დანაშაული, დაამალინეს და უთხრეს, რომ ამ თემისთვის ყურადღება არ უნდა მიექცია, თუ ეს არის სამსახურეობრივი უგულგრილობა, ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მინიმუმ საჯაროდ ზედაპირზე არსებული ფაქტებიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა სასწრაფოდ უნდა იძიებდეს რაჟდენ კუპრაშვილის შემოწმების შედეგად დაწერილ დასკვნას. თან აქ ხომ არ ვსაუბრობ ჩვენ რიგითი პროკურორის განცხადებაზე, ქვეყნის მთავარი პროკურორი გამოდის და საუბრობს
ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი თურმე დეკლარაციებს აყალბებდა. შესაბამისად, სავარაუდო თუ გამოძიებაზე არის საქმე, უნდა დადგეს აქ რაჟდენ კუპრაშვილის თემაც, მაგრამ რაჟდენ კუპრაშვილი არის ერთ-ერთი პატარა ჭანჭიკი მთელ ამ სქემაში, რასაც ეხლა ჩვენ ვუყურებთ. კიდევ ერთხელ მინდა შემოვიტანო ეს კითხვა, ნოდარ, ძალიან სწრაფად წავიდა ღარიბაშვილის თემა. ძალიან სწრაფად, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს ლილუაშვილი, ისიც არ ვიცით, ის გამოკითხული არის თუ არა, ისიც არ ვიცით, რატომ გადაწყდა, რომ დაედოს გრიფის საიდუმლო ლილუაშვილის საქმეს და მისი უახლოესი დაჭერილი ადამიანების საქმეს. გამოდი ვისაუბროთ ფაქტებით, ყველაფერი ნამდვილად ისე არ არის, რასაც გვეუბნება სუსი ან საქართველოს პროკურატურა, მოვლენათა ერთობლიობა და ეს ფაქტები იძლევა შეფასების გაკეთების საშუალებას, რომ ბიძინა ივანიშვილი დამაშინებელ გარემოს არ ქმნის მხოლოდ მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, არამედ ასეთ დამაშინებელ გარემოს ქმნის პირველ რიგში ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერების და ოცნების ლიდერების წინააღმდეგ. არის თუ არა ამის მიზეზი ეჭვიანობა და დრამები, რომ ივანიშვილს მისივე გუნდი ააყირავებს, სხვა ახსნა შეუძლებელია მოუძებნო იმ მოვლენებს, რომელიც ახლა ქართული ოცნების ლიდერების და ქართულ ოცნებასთან მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანების თავს ვითარდება. ყოველ დღეს სუსიან პროკურატურა Facebook-ის საშუალებით ავრცელებენ ანონს. დღეს ბრიფინგია, წინასწარ თემას არ ამბობენ და მთელი დღე მიმდინარეობს ბჭობა და მოლოდინი, ვინ დაიჭირეს თუ ვის შეუვარდნენ სახლში. დღეს საღამოს 8 საათზე შაბათის გუნდის გამომძიებელი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე მოგიყვებათ იმ ადამიანების შესახებ, ვისაც სახლებში შეუვარდნენ. ერთ-ერთი მაგალითად პარკაულების ოჯახია, გავლენიანი ოჯახის საგურამოდან მჭიდრო კავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან. პარკაული ეს ის პოლიციელია, რომლის სახელი და გვარი პირველად სწორედ შარშანდელი საპროტესტო აქციების დროს გავიგეთ. როდესაც მელიქიშვილის გამზირზე სამოქალაქო აქტივისტს საბას ხვიტარიძეს ხელში წაუჭირა და ახრჩობდა. ვანიკო პარკაულის ოჯახი გვეუბნება, რომ მას შემდეგ რაც სუსი მათთან სახლში შევარდა, მან დაწერა პატაკი და წამოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ვნანობთ, რომ არჩევნების დროს კარდაკარ დავდიოდით და ქართული ოცნებისთვის ხმებს ვაგროვებდითო, უთხრეს პარკაულის ოჯახის წევრებმა შაბათის გუნდის გამომძიებელ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს. და რამდენ ადამიანს მოუწევს იგივეს თქმა, ვნანობთ, რომ დაუჭირეთ მხარი ქართულ ოცნებასო, სხვა თუ არაფერი მე ისევ არჩევნების დღეს ღარიბაშვილის მიერ ჩვენი გადამღები ჯგუფის მისამართით ნასროლ სიტყვას გავიხსენებდი, საწოდავებო, არ ვიცი რა სიტყვას შეუსაბამებს საკუთარ მდგომარეობას ეხლა ორგზის ყოფილი პრემიერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, მაგრამ საწოდავებო ეს სიტყვა ახლა იმ ადამიანებს უფრო მიესადაგებათ, ვის თავსაც ეს უბედურება ტრიალებს თუ TV პირველის გადამღებ ჯგუფებს, ეს მე მგონი კითხვის ნიშანს არ იწვევს, ხო? აქ არის კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალი. რატომ შეიძლებოდა საქმეებისთვის დაედოთ გრიფი, ჟურნალისტებისთვის კი სასამართლო დარბაზებში კამერების გარეშე შესვლაც კი აეკრძალათ. დღეს ექსკლუზიურად საღამოს 8 საათზე ჩვენ გავასაჯაროვებთ ამ სკანდალური საქმის მასალების ნაწილს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური დოკუმენტებია. დღეს საღამოს 8 საათზე თქვენ გაიგებთ იმ ბიზნესმენის გვარს, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩაუშიფრა კორუფციული სკანდალი და ჯარის ფულის მოპარვის მთელი სქემა. ჩვენებაში, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, გვხვდება ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც. ბიზნესმენი, რომელიც პოლიეთინელის პარკებით აგზავნიდა ქრთამს იმისთვის, რომ ტენდერები მოეგო, ჩვენებაში პირდაპირ წერს, რომ ეს ყველაფერი იცოდა ირაკლი ღარიბაშვილმაც, რადგან ის ღარიბაშვილების ოჯახის ყოფილი სიძეა. და საინტერესოა რას ეძებენ, ჩხრეკენ, იჭერენ ადამიანებს, მერე გრიფის საიდუმლო ედება. რას ეძებენ? ეს არის დიდი ფული, რომელიც შესაძლოა უნდათ რომ ჩაატაინონ, თუ კი ჯერ არ ჩაუტანიათ ვიღაცებს, ეს ბიტკოინები, რაღაც კოლ-ცენტრები თუ ეს არის პოლიტიკური თემაც, ეჭვიანობა. ბიტკოინები და ექსკლუზიურად გეტყვი ახლა, ვიდრე ეს რეპორტაჟი ეთერში გავა ჯუანშერ ბურჭულაძის
ანგარიშებზე აღმოჩენილი არის ბიტკოინები. თანხის ერთი ნაწილი აორთქლებულია კრიპტოვალუტაში. ახლა სუსი ეძებს, მაგრამ ამ ფულის კვალზე ვერ გავიდა. ანუ შემთხვევით არ გამიჩნდა, ფიგურანტებად ხო? გამოცხადებულია არ ჯუანშერ ვიცოდი. ბურჭულაძის ორი ვაჟი. კრიპტო ანგარიშები სწორედ მათ სახელზე იყო გაფორმებული. რა ფული გადაიტანეს და რომელი ფული კრიპტო ანგარიშებზე და საიდან ქონდა სუს ინფორმაცია, ვინ მისცა ინფორმაცია სუს, რომ ბურჭულაძე ფულს კრიპტო ანგარიშებზე მალავდა. ექსკლუზიურად მარიამ და ყველაზე გაფრინდაშვილი 8 მთავარი საათზე. მთელ ამ ამბავში არის ის, რომ რასაც იძიებდით შენ და შენი კოლეგები, შაბათის საგამოძიებო ჯგუფები, აღმოჩნდა ყველაფერი მართალი და მე მინდა ეხლა უთხრა ქართულ ოცნებას და მათ მომხრეებს. რაც გავა ამიერიდან ნოდარ მელაძის გადაცემაში, ნუღა დაიწყებთ ამის გაправებას, მეგობრებო. ნუღა დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე, როგორც აქამდე ამბობდი და რაღაცას იგონებენ თურმე შაბათის გამომძიებელი ჟურნალისტები. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი და სხვა შორის ზღვაში წვეთია, რაზეც ჩვენ გამოძიება გველაპარაკება, ყველაფერი იყო მართალი და თურმე ამდენი წლების განმავლობაში, რასაც თქვენ შაბათობით იგებდით ხოლმე, აი აქ რომ დგას ახლა ჩემი კოლეგა ჩემს გვერდით მისი გადაცემებიდან იყო მართალი. ეს არის მოდი ვილაპარაკოთ ფაქტები, მე არასდროს არ მიყვარს ჩვენს გუნდზე გადაჭარბებულად ლაპარაკი. რა გვითხრა საქართველოს პროკურატურამ? საქართველოს პროკურატურამ გვითხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ფულით, რომლის წარმომავლობაც იყო არალეგალური, ანუ არალეგალური ბიზნესის კეთების შედეგად იღებდა ამ ფულს, ამ ფულით ყიდულობდა ავტომობილებს, რომელსაც სხვადასხვა პირების საქმეებზე, სახელებზე აფორმებდა. ეს იყო ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება, როდესაც ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვიკვლევდით იმ არავის სახელზე გაფორმებულ ავტომობილებს, რომლითაც ღარიბაშვილების ოჯახი გადაადგილდებოდა ან მათი საგვარეულო მამულების ტერიტორიაზე იდგა. ეს ოფიციალურად ბრალშია. მეორე ნაწილი. საქართველოს პროკურატურა გვეუბნება, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მამის საშუალებით ფლობდა ბიზნესს, რომელსაც რეალურად განკარგავდა თავად, ხოლო ფიქტიურად გაფორმებული იყო სხვა ადამიანების სახელზეო. ესეც შაბათის გუნდის ჟურნალისტური გამოძიება არის, რომლის კეთების დროსაც ჩვენს ჟურნალისტს მაკა ანდრონიკაშვილს და ჩვენს ტელეოპერატორს გიორგი შეწირულს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დალეწეს ჩვენი სამაუწყებლო აპარატურა. ეს საქმე სხვათა შორის დღემდე გამოუძიებელია. ასეთი დროულად რომ დაინტერესებულიყვენ და გაправებების ნაცვლად რომ ამ თემებს ბოლომდე მიყოლოდნენ, შესაძლებელია დღეს რა ეხლა ინგა იმისი, რომ ან რომელიმე ოცნების მაღალჩინოსანმა, ვინც ახლა გადაწყვეტილებებს იღებს, ან ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ ცხოვრობდა იმ 7000 ლარიან ხელფასზე, რომელიც ოფიციალურად ერიცხებოდა და რომელიც იმისთვისაც კი არ ყოფილდა, რომ ცეცხლები გადაეხადა. არა მარტო ირაკლი ღარიბაშვილზე, არ მჯერა, რა თქმა უნდა, ეს არის ნებადართული წლების განმავლობაში სქემები, რომელიც იყო სრულიად გახსნილი ამ ხალხისთვის და დღეს დაიწყეს რაღაცის გამო და ესაა რა, კითხვა. ღარიბაშვილს არ ერჩიან ღარიბაშვილს იმის გამო, რასაც ამბობენ. რამე კავშირზე მას თუ არ ერჩიან იმის გამო არ ერჩიან ღარიბაშვილს ფაქტების ზედაპირზეა, რასაც ამბობენ. დეკლარაციის არასწორად შევსება, ან თუნდაც მამის ნაჩუქარი 865,000 ლარი, ეს შეუძლებელია მათ აქამდე არ სცოდნოდათ, ეს იყო ძალიან ნათელი. აქ ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ არის ბევრად უფრო სხვა შიდა დაპირისპირებაზე და შიდა მაფიოზური წესით გავლენების გადანაწილებაზე საუბარი. ის რაც გვითხრეს, ეს შეუძლებელია იყოს ოფიციალური მიზეზი და კიდევ ერთი დეტალი, სხვათა შორის აი საჯარო განცხადებებში, რაც ზედაპირზე და რაც თავად გააკეთეს, რამდენიმე სერიოზული შეცდომა აქვთ დაშვებული და ეს ჩვენი დამატებითი კვლევის საგანიც არის. მე ისევ დავსვამდი კითხვას და ხელახლა გავიმეორებდი. სად არის ეხლა გრიგოლ ლილუაშვილი და რატომ დაედო გრიფის საიდუმლოს საქმეს, რომელზეც არის დაკავებული მისი უახლოესი ადამიანი. ვიდრე შენ ახლა სოფონ იაურის ჩართვაზე
წახვალ ერთი რეპორტაჟი უნდა დავაანონსო აუცილებლად. ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესზე დარბაზში ისხდნენ ორი პირადი მცველი, სამი ადვოკატი და ჟურნალისტები. არც ერთი ადამიანი ღარიბაშვილის საგულშემატკივროდ სასამართლო დარბაზში არ ყოფილა. სოციალურ ქსელს გადაავლებენ თვალს მიხვდებიან, რამდენად აღარავის სურს რომ მისი მხარდაჭერა ღიად გამოხატოს. ჩვენ დავურეკეთ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიურ მხარდამჭერებს და დაუსვით კითხვა, რას ფიქრობენ და სად არიან ისინი. სხვათა შორის გუშინ საღამოს ღარიბაშვილის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერის დაბადების დღის წვეულებაზე იყო ნაწილი შეკრებილი, იქ ნატა ქაჯაია მივიდა და იკითხა, რას ფიქრობენ პრემიერზე, რომელსაც საქართველოს გადამრჩენელად თავად ასახელებენ. მოკლედ ძალიან ყველაფერი 8 საათზე.